დღეს გასავლის თუ როგორ მოიქცეთ ტრენდულ მარკეტზე და გაჩვენებთ ასევე აუხსნი, რა ტრეიდი გავხსენით დღეს ჩვენ AM სესიაზე. როგორც მოვიქეცით, მოკლედ ამას გაჩვენებთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ გებულობთ ტრენდულ მარკეტზე როგორ უნდა მოიქცეთ. კი, რთული არის მესმის ტრენდულ მარკეტზე ვაჭრობა, როდეს მარკეტი მარტო გიჟივით ერთი მიმართულებით მიდის, მაგრამ აქ ორი რაღაც არის გასათვალისწინებელი რა. და რა არის გასათვალისწინებელი? ეს ორი. ან მაგ ტრენდულ მარკეტს მიყვები, ან საერთოდ არ ვაჭრობ იმ დღეს. მაგალითისთვის აი გუშინ გავაკეთეთ ეგეთი რაღაცა, რომ გუშინ მაინც მეგონა, რომ მარკეტს ვეროდმეტი ριტრეისმენტ ექნებოდა ვიდრე ჰქონდა რა. აი მაგალითად გუშინდელი დღე ეს არის სამშაბათი დღე, დღეს იყო 4 შაბათი და გუშინ მაინც მეგონა, რომ მარკეტს შედარებით უფრო ღრმა риტრეისმენტ ექნებოდა, მაგრამ რა ვქენი? არ გავხსენი. ძალიან ბევრი და კიდევ ლაივში რომ სტრიმავდი და ტრეიდოვდი ლაივში ვთქვი, რომ მე ეხა ამ სიტუაციაში როგორც მოვიქცეოდი, იყო რომ ყველა ერთწუთიან ქვედა დისპლეისმენტზე გავშორტავდი მეთქი. რაც იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა რა, იმიტომ რომ როდესაც მარკეტი ზოგადად მაღალ ტაიმფრეიმზე ბულიში არის, ხო, შენ რომ დაბალ ტაიმფრეიმზე ერთწუთიანზე რაღაცა დისპლეისმენტს ხედავ, ეგ არის პატერნ ტრეიდინგი. ჩვეულებრივად შეიძლება ეს ტიპი კონცეფციიდან პატერნულად ტრეიდობდე რა. ამიტომაც სანამ რაღაცა 1 საათიანზე 90 წუთიანზე რამე PDRA არ შეიქმნა მარკეტზე სამშაბათ დღეს არც ერთი არ გამიკეთები არაფერი რა. მთელი დღე მარკეტი ბულიში იყო და მაგ მიჯაჭულობის გამო რომ ბეარიში მინდოდა ყოფილიყო მარკეტი ლაივიც მქონდა გაკეთებული YouTube-ზე, ვილაპარაკ კიდევაც რას როგორ დანაid ვიზამდე ზუსტად იგივენაირად თქვენი. მაგ მიჯაჭულობის გამო შეცდომაში შეიძლება გავიყვანოთ ის, რომ მე ხა აქედან არ გავლონკე, რაც ძალიან ლამაზ ეტაპი იყო, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ იმ დროს ფსიქოლოგიურად მარტო ერთ მხარეს რო ვიყავი მიჯაჭული, შეცდომა შეიძლება ეგ იყოს, რომ არ გავხსენი ეგ ლონკი. მაგრამ დღეს არ მოვიქეცით ეგრე და დღეს ძალიან ბევრი ალბათ რა ჩემი სტუდენტებიდან ბევრი არ შევიდა ტრეიჯი, რითვისაც კარგია ხო? არ იდარდოთ ხო დღეს რო ტრეიჯი ვერ შეხვედით, მაგრამ ავხსნით თუ რატო შევედით დღეს ტრეიჯი და როგორ მოვიქეცით რა. ტრენდულ მარკეტზე ისე როგორც all time high-ზე როცა იქნება მარკეტი, მივდივართ all time high-ზე, ისე იქნება როგორც დღეს იყო მაგალითად, რომ იქამდე ხარ ბულიში, სანამ ეგ ბულიში ნარატივი და იდეა არ დაფეილდება, ხო? ჯერ კიდევ არ დაფეილებულა არაფერი, კიდევ ბულიში არის მარკეტი ჩამოდის discount area-ში და აქედან ილონგება ისევ საუბრობთ კიდევ ერთ ჰაის გავიკეთებთ დღეს, მაგრამ დღეს როგორც ტრეიჯი შევედით, იყო რომ მარკეტზე ვართ ბულიში და ტრეიდობთ 11 საათისთვის და ეს ტრეიდი იყო partial break even-ი გამოვიდა ეს ტრეიდი და მოკლედ დეტალოდ რო ვთქვათ, რატომაც არ დაველოდე მაგალითად აი 90 წუთიან ფეროლოგებში ჩამოსვლას, ან აი ფეროლოგებში ჩამოსვლას, რატომაც არ დაველოდე, ხო? იყო აი ზუსტად ის ვიქები და ტანი. აი მარკეტზე ვიცით რომ ვიქები აყენებენ მარკეტსიანს, ტანი გვეუბნება რეალურად მარკეტის მიმართულებას, ხო მასეა. და ეს როგორ გამოვიყენე ჩემს სასარგებლოდ. მარკეტზე ვხედავ რომ აი ამ სანთელს აქ, ეს სანთელი რო გაიხსნა, open-ი, low, high და close-ი არის საინტერესო მარტო რა. პირველ რიგში ყველა ვთანხმდებით რომ ტრენდული მარკეტია, ეგ მაგას უნდა აღვიქოვდეთ, და მარტივია აქ, როცა არ ჩერდება მარკეტი, მაგის დანახვა მარტივია. მაგას როდესაც აღვიქოვთ რომ ტრენდული მარკეტია და მარკეტი ბულიში არის, ხო? ამის შემდეგ უკვე ველოდებოდით რაიმე სახის риტრეისმენტს რა. ერთი ის არის რომ მარკეტის მიმართულების გამოცნობა მარტივია და ტრეიდი მარტივია მარკეტის იმ კუთხით თუ იცი რომ ბულიშია ზემოთ წავა, მაგრამ რთული იმ კუთხით არის რომ თუ риტრეისმენტი არ ქონდა შენ ფიზიკურად ტრეიდს ვერ ხსნი, ხო? უბრალოდ პროსტა ხო არ დააჭერ, ერთი აიცოდე მარკეტის საიწავა, მეორე იცოდე საიდან წავა, ხო, მაგ მიმართულებით. ხო და ამიტომაც ამ სიტუაციაში რადგან არ ჩანდა მარკეტს რომ უფრო ღრმა риტრეისმენტი ექნებოდა, როგორ მოვიქეცით, ხო? ეს მთელი რო გაიხსნა, აი ამ დიდ ვიქს დააკვირდით რა. ეს დიდი ვიქი, აი თუ კიდე ეს დიდი ვიქიც რას მეუნება, რა ინფორმაციას მაწვდის. ეს მეუნება იმას, რომ რაღაცა ღრმა риტრეისმენტი ქონდა, აი ამ დიდი ვიქი რო გაკეთა, ესე იგი риტრეისმენტი ქონდა, ანუ მარკეტმა ქვედა sell side ზიანი მიეყენა და წავიდა buy side-ისკენ. მარკეტმა sell side ზიანი მიეყენა, წავიდა buy side-ისკენ და თან მნიშვნელოვანი არის ეს ტანიც როგორ იხურება რა. ამ წინა 90 წუთიანი სანთლის ზემოთ. ეს риტრეისმენტი 90 წუთიანი სანთლის ზემოთ დახურვა რა. ეხა ეს 1 წუთიანზე double time frame-ზე როგორ ჩანს, ხო? გვაქვს აგერ low resistance liquidity, რაც ასაღები არის, internal manipulation არის გასაკეთებელი რომ მარკეტი ისე ლონგი შეძლო და ეს ზუსტად აი ეს ჩამოსვლა როდესაც გქონდა, აი ამ low-ს აღებას არ ველოდებოდი ის 90 წუთიანი low არის ეს. ამ range-ის დაბალანსება მოხდა. მე აქედან displacement-ი რო გაკეთე მარკეტმა break block-ი შექმნა,
აქ შევედით range. ეს იყო long-ი და take profit-ი გქონდა, რა თქმა უნდა, სტანდარტული გადახრა გამოვიყენეთ, ამ low-დან uphime-ი სტანდარტული გადახრას გამოვიყენეთ, -1.5 და -2 გქონდა ესე გამოყენებული take profit-ებად რა. და შემდეგ უკვე მარკეტმა თავის იქნა, მე კიდევ ერთხელ ჩამოვიდა, აი ამ დროს როგორ ვამენეჯმენტებთ, ხო? ამ დროს რო ჩამოვიდა, აქაც ველოდებით მარკეტმა რამე ქნას, მე მეორე მარკეტზე რო გადავიდეთ, შეხედეთ, ცოტა ხანი რო გავა, აჰა. ეს მერე იყო. ხო, ანუ მოკლედ, აი ამ დროს, როდესაც აქ ჩამოვიდა, ხო, და ეს displacement-ი ქონდა და კიდევ ერთი high გადყდა, ესე ვთქვათ, ხო? ამ დროს უკვე stop loss-ი ავიტანეთ ამ low-ზე, რაც უკვე თითქმის break even-ია ეს, ამ low-ზე თუ ამ low-ზე ავიტანეთ, მნიშვნელობა არ აქვს, ორი შემთხვევაში დეგიბია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს არსებითი ხა აქ. ისევ breaker-შია stop loss-ი არის ამ low-ს ქვემოთ. შემდეგ კიდევ ერთი retracement-ი ქონდა მარკეტს აი ამ ფეროლიგებში, ამ low-ებზე SMT გვაქვს და ამ low-ზე SMT გვაქვს. აი ამ low-ზე. შეხედეთ, მარკეტი ჩამოვიდა, ეს low აიღო ES-მა, NQ ვერ აიღო, ეგ კიდევ უფრო კარგი არის და მე რო გადავახევთ მარკეტი partial-ი ავიღეთ აგერ 1.5-ზე. შემდეგ partial-ამდე დააკლდა ძალიან ცოტა. აქ ქონდა partial-ი როგორც მახსოვს. ძალიან ცოტა დააკლდა. არა. უფრო ახლოს ქონდა 0.75 პოინტით აკლდაო. ბატონო როგორც მახსოვს რა. აქ ქონდა შემდეგ partial. ეგ ვიცი. აი გონი ესე დააყენა შეიძლება. და აი ხო, აქ ქონდა შემდეგი partial-ი. ნუ მაგას არ მიარტყა, მე რანერის დატოვებას ვაპირებდით all time high-ზე, მაგრამ ესე არ მოხდა, მაგრამ მაინც დიდი მოძრაობაა დაჭერილი. არც წაგებით მოვიტანეთ, სხვა წაგვიგია, მოგებით მოვიგეთ და მაინც უბრალოდ ეხა მე თქვენ ესე ვთქვათ, გაგიძახით ესეთ მარკეტზე, იმიტომ რომ ეს მარკეტი შეიძლება ამის მერე ხშირად იყოს ხოლმე რა. და როგორ უნდა ივაჭროთ, ეგ გაგიხსენეთ. ეხაც მარკეტს ეხა ეს რა ჩამოსვლა რისთვის ქონდა, ხო? იმის თუ კი არა რომ რევერსალი ხდება და მარკეტი დარევერსდება, ხო? ეს ხა დროც მოუწია. ლანჩის დრო იყო და ლანჩის დროს მარკეტს retracement ქონდა და ლანჩის მაკრო და PM-ზე ისევ რომ ზემოთ გააგრძელოს სვლა. ანუ მარკეტი აქ ჩამოვიდა 1 საათიან PDR-ში, შეხედე ამ low-დან ამ high-მდე ჩამოვიდა discounted area-ში და აქედან ისევ ილონგება მარკეტი. ეხაც ახალ high-ს გაკეთებას აპირებს რა. ეხა აქ რა შეიძლება კიდე გაკეთებინა. 1 საათიანი იმბალანსი მოგენიშნა. უწუთიანზე გადასულიყავი და უწუთიანზე რავი თუ გვინდა ეგრე ამ region-იდან, აგერ აი ამ order block-იდან, ხო? შესულიყავით რეჩი აგელონგა ამ high-მდე და იმის ზემოთ კიდე სტანდარტულ გადახრას თუ გამოიყენებთ. standard deviations. -2 -1.5 ტარგეტი ამაზეა. ხო, სხვა ვერაფერს ვერ იზამ აქ რა, ანუ მარკეტი ტრენდულია, ბულიშია, all time high-სკენ მიდის, სხვა არაფერი იდეა აქ არა, რა. ხო, იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, Instagram-ი წაგვეშალა, მაგრამ მალე აღდგება. ან ახალს გავაკეთებთ, უფრო გონია რა აღდგენაზე წავალ და მაქსიმალურად მაგას მივაწვევი. გვის მოგეწონათ ვიდეო, კიდევ კარგია და ვინც ახალი ისწავლეთ და გამოგადგათ, გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურადღების როგორც ყოველთვის და წარმატებები დროებით.